ჩვეულებრივი, აკაცუკია ჩვეულებრივი, სხვა ვერაფერს ვერ უწოდებდი ამ ადამიანს. ლანძღვა თბილისიდან დასვენება და პოზირება კი გერმანიაში. ეს ფოტოები ანუ კიარაშიძემ 5 დღის წინ იმ ქვეყანაში გადაიღო, რომელსაც დღეს კახაკალაძე თავს დაესხა. შეურაცხმყოფელი რიტორიკის სამიზნე ისევ პეტერ ფიშერია, გერმანიის ელჩი, რომელსაც ბერლინმა სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და კონსულტაციებზე გაწვევის შემდეგ ისევ თბილისში დააბრუნა. ფიშერზე თავდასხმის ახალსაბაბს ქართულმა ოცნებამ აქ მიაგნო. რეჟიმი გერმანიის ელჩზე შეტევისთვის იმ ფოტოებს იყენებს, რომლებიც რუსთაველის პროტესტის მონაწილეებმა გუშინ ამ გამზირის გავლით შინ მიმავალ ელჩთან გადაიღეს. პარტიის რიტორიკაში ძველი ბრალდებები დაბრუნდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახლა უნდა ჩამოყალიბდეს. ბოლოს და ბოლოს რა უნდათ მათ? ამ კონსულტაციისთან დაბრუნების შემდეგ ჩვენ მქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, გადაიკითხავდა კიდევ ერთხელ შესაბამის მუხლებს და ბოლო-ბოლო ამ ყველაფრის შემდეგ რაღაცნაირად თავს მაინც შეიკავებდა. არ გასულა რამდენიმე დღე და უბრალოდ მასხრად აგვიგდო მთელი საზოგადოება, მთელი სახელმწიფო და ეკლესიის მლანძღველებს უცხადებს სოლიდარობას. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. რა სურს მას? მას სურს ქართულ ხალხთან ხიდების გადება, თუ სურს ამ ხიდების დაწვა საბოლოოდ. არც მხოლოდ ლანძღვით დაკმაყოფილდნენ, გაირკვა რომ ოცნებამ გერმანიის ელჩზე პრეტენზიით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც კი მიმართა. ეს სავარაუდოდ მაკა ბოჭორიშვილის უწყებამ გააკეთა. რა სიტყვის ივანიშვილის პარტია არ გვიმხელენ, თუმცა მძიმე სცენარისთვის გვამზადებენ, ანუ გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის ყველაზე გავლენიან სახელმწიფოსთან ურთიერთობა შესაძლოა იმ წერტილამდეც კი გაუარესდეს, საიდანაც შემოbrunება ვეღარ გამოვა. არის თუ არა ეს მინიშნება ელჩის გაძევებაზე, ან თუ უფრო შორს წავალთ ბერლინთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტაზე. ოცნების პასუხები ეჭვებს ძალაში ტოვებს. თუ ასე აპირებს იგი გაგრძელებას, ძალიან მე წინასწარ შემიძლია ჩემი მეფოსწორედ მისი დასასრული წარმოვიდგინო, რა შეიძლება ამ სერიალის დასასრული იყოს. რაც არა ომხრივი ურთიერთობების დაზიანება ისეთ ეტაპამდე, რომელიც შეიძლება შემოbrunებადი არ იყოს უახლოეს მომავალში. დიპლომატიური კავშირი გაწყვეტეს? არა, მე ვერ გეტყვით ამას, ჩვენი ყოველდღიურ ჩვენი მიზანი ეს ნამდვილად არ არის. მე არ ახლა მორიცხავთ ამას ასეთ მძიმე განვითარებას მომენახეთ. საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გათვალისწინებით, კონკრეტული ელჩი როგორ იქცევა, რას აკეთებს, რას საქმიანობს, რას ამბობს, ბუნებრივია ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა. არადა ქართული ოცნება იმედიანად იყო, როცა რამდენიმე კვირის წინ ბერლინმა ფიშერი კონსულტაციებზე გაიწვია, პარტია ამას საკუთარ გამარჯვებად ასახებდა და ამბობდა, რომ ელჩიან საერთოდ არ დაბრუნდებოდა, ან დაბრუნება შეცვლილი გზავნილებით მოუწევდა. ისევ ქართველი ხალხის გვერდით ფიშერის დანახვამ კი პროპაგანდა ჩამოშალა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა ნებისმიერი თავდასხმა ფიშერზე უკვე ვეღარც პროპაგანდისტულად გაიმიჯნება ოფიციალურ ბერლინზე თავდასხმისგან. პიტერ ფიშერი არის საქართველოს უფრო დიდი პატრიოტი, ვიდრე ეთნიკურად ქართველი ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე ან შალვა პაპუაშვილი, რომელიც ყოველდღურად ანგრევს ამ ქვეყნის და ჩვენი თითოეული მოქალაქის მომავალს. ამიტომ რასაც პიტერ ფიშერთან დაკავშირებით აკეთებენ, არის დიდი სირცხვილი, ჩვენი საერთო ეროვნული სირცხვილი. გერმანია სხვათა შორის იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო. რა გონიათ, რომ დიპლომატი როცა არის მოვლენილი საქართველოში, მარტო ხელისუფლებას უნდა ხდებოდა ეს? და ან ოპოზიციონერებს ან ქუჩაში მდგომ ხალხს არ უნდა ხდებოდეს, მათ აზრს არ უნდა ისმენდეს. ანუ ეს რა დემოკრატიული სტანდარტი გახდა? ეს არის ჩვეულებრივი ავტოკრატიული რეჟიმების სტანდარტი. საბჭოთა ტრადიციებში აზროვნებას ვერ დაიწყებენ ეს ხალხი, პროტესტანტებსაც შეხვდებიან, გასვობოთ მოძრაობ ადამიანებსაც შეხვდებიან და სხვა ჯგუფებსაც შეხვდებიან. ფიშერის წინააღმდეგ რეჟიმის რიტორიკაში დღეს ახალი გზავნილიც გაჩნდა. რევოლუციის ხელშეწყობის შემდეგ ოცნება გერმანიის ელჩს ახლა საპატრიარქოზე შეტევასაც ედავება. საბაბად კი მხატვარ მამუკა ცუცქრიძესთან გადაღებულ ფოტოს იყენებს, რომელმაც მხოლოდ მოსაყდრე შიო გააკრიტიკა მოქალაქეებზე ძალადობის არ დაგმობის გამო. პროტესტის მონაწილეებისთვის პროპაგანდის მიზანი ცხადია. ოცნებას დემოკრატიისთვის მებრძოლი ხალხის საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დატოვება სურს. პატრიარქთან დაკავშირებით რა, ეხლა მამაჩემი როდესაც ხატავდა სიონს 40 წლის და მეტი ხნის წინ, პატრიარქთან ძალიან ახლო, ესეთი ფაქტურად იქ გავიზარდე და ძალიან დიდი სიყვარული პატრიარქისა და თავისთავად არის ძალიან დიდი სასულიერო მოღვაწე და პირი. ხო და ეხლა ეს მე არა მარტო ვინც მიცნობს, ხო ეხლა ჩვენ ოჯახს ვინც იცნობს, ეს გამორიცხულია. ანუ ეს ბინზური პროპაგანდა, რომ მე პატრიარქს თითქოს ვლანძღავ. ნუ ეს სრული სისულელე. რაც არ უნდა გააკეთო, როგორც არ უნდა აუცილებლად მოაბამენ ყუნწს იმ მხრიდან, რომელზეც არ უნდა მოაბან. ხო და ამიტომ ეხლა მე არ მიკვირს.
ივანიშვილის პარტიის მორიგთავდასხმაზე პეტერ ფიშერს პასუხი არ გაუცია. გერმანიის საგარეო უწყება კი, რომელსაც ფიშერზე პრეტენზიით ოცნება თავად მიმართა, სავარაუდოდ ახლა სწორედ ოცნების წინააღმდეგ ზომებს განიხილავს. ელჩზე შეტევის გაგრძელებას რომ რეაგირება მოჰყვებოდა. ეს ოფიციალურმა ბერლინმა ივანიშვილის რეჟიმს ფიშერის ხელმეორედ საქართველოში გამოგზავნისთანავე დაუანოცა.